გამარჯობა მეგობრებო, დღეს დადგა განაჩენიდა ჟურნალისტი ეკა მიშველაძე სასამართლომ დააჯარიმა 4000 ლარით სოციალურ ქსელში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, რომელიც პოლიტიკური ნიშნით იყო მოტივირებული. რა თქმა უნდა, ვიდრე ეს განაჩენი დადგებოდა და ამ ყველაფრის შესახებ გავიგებდით, სამთავრობო პროპაგანდამ დაიწყო აქტიური ლაპარაკი იმაზე, რომ ევროპაშიც ასე ხდება. და მე გადავწყვიტე, რომ მენახა ევროპაში როგორ ხდება სინამდვილეში და თან მერე გაგცეთ შეკითხვაზე პასუხი, რომ თუ ევროპელებისთვის შეიძლება, მაშინ ჩვენთვის რატო არ შეიძლება? ძალიან დიდი ხანია უკვე სხვადასხვა სამთავრობო პროპაგანდისტულ არხებზე ჩვენ ამ თემაზე ვხედავთ ხოლმე და ვისმენთ განცხადებებს, მაგრამ შემეფეთა გუშინ ტელეიმედის Facebook page-ზე აი ეს პოსტი, რომელშიც პირდაპირ ტყუილი წერია. ჯერთი დავიწყოთ იქიდან, რომ ეს ამბავი, რომელიც გუშინ გამოდო იმედის page-მა მოხდა შარშა. ვიღაცა ტიპმა დაწერა Twitter-ზე შეურაცხმყოფელი განცხადება გერმანიის რამდენიმე პოლიტიკოსზე და აქედან ორმა გადაწყვიტა, რომ ეჩივლა ამ ადამიანისთვის და ერთის შემთხვევაში ეს საჩივარი დაკმაყოფილდა, მაგრამ იმას კი არ გეტყვის იმედი და სამთავრობო პროპაგანდა, რომ მომდევნო ინსტანციამ სასამართლოსამ გააუქმა საერთოდ ეს განაჩენი, ხოლო სხვები არც კი მიიღო. მაგალითისთვის გეტყვით, აი ძალიან მარტივად, გამოცემა Apollo News-ი, რომელიც გერმანული გამოცემა, წერს, რომ მაგალითად ყოფილმა ვიცე-კანცლერმა 800 საჩივარი შეიტანა 2021 წლის აგვისტოში, ანალინა ბერბოკმა 500 საჩივარი შეიტანა, პოლიტიკოსმა მარიაგნეს სტარკ ზიმერმანმა 2000-მდე საჩივარი შეიტანა იმის გამო, რომ მას შეურაცხყოფას აყენებდნენ. სულ 3-ის შესახებ მოვახერხე, რომ მომეძიებინა ინფორმაცია, რაც ალბათ იმისი ბრალია, რომ დანარჩენები აი ეს 1000-ობით საჩივარი, რომელიც ამ პოლიტიკოსებს ჰქონდა შეტანილი, ალბათ არ მიიღო სასამართლო. მით იყო ერთი შემთხვევა, მაგალითად, როდესაც 6000 ევროთი დააჯარიმეს ერთ-ერთი გერმანელი მოქალაქე და დააჯარიმა ეს პოლიციამ, მაგრამ სასამართლომ გადააგდო ეს кейსი და გამოაცხადა უდანაშაულოდ და ყველა ამ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებას იღებდა, ისინი ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი ჯდება გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების პრინციპში. ეხლა მე ზოგადად მაინტერესებდა აი ამ თემაზე გერმანელების რეაქცია, რა სამართლებრივი პრინციპებია და ასე შემდეგ და რაღაცეები მოუგუგლე და ამის შესახებ მოგიყვებით ისე ჯიგრულ ამბავში რა, მე რაც ვნახე. ხო და მოკლედ და Reddit-ზე ვიპოვე რამდენიმე მოსაზრება. ჯერით დავიწყებ იქიდან, რომ გეტყვით, რომ მაგალითად გერმანიაში, საფრანგეთში და სხვადასხვა ქვეყნებში აბსოლუტურად განსხვავებული კანონმდებლობები აქვთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ გერმანიაში მოქმედებს ასევე რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კანონი, დაახლოებით ესე რომ გითხრათ რა, ანუ მაგალითად თუ ვიღაცა ადამიანმა რაღაცა თქვა, რომელიც რელიგიას ან იდეოლოგიას შეურაცხყოფს და ამან შეიძლება მოიწვიოს საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევა, ეს შეიძლება იყოს 3 წლიანი პატიმრობის მიზეზიც გერმანიაში. მაგრამ აი საფრანგეთში ესე არ არის, ჩარლი ებდოს კარიკატურა რო ვინმეს გერმანიაში დაებეჭდა, დიდი შანსია რომ ამის გამო გაეშვათ 3 წლით ციხეში, მაგრამ აი საფრანგეთში ესე არ ხდება. ამიტომ, როდესაც მოგიტრიალდებიან ხოლმე და ვიღაცები გეუბნებიან, რომ ევროპაში ეხლა ესეა, ევროპაში ეგრე არ არის, არის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა კონტექსტი. მაგალითად, ამერიკაში საერთოდ წარმოუდგენელი არის ის, რომ ვიღაცამ პოლიტიკოსმა განსაკუთრებით უჩივლოს ადამიანს რაღაც შეურაცხყოფისთვის სადაც არ უნდა იყოს და რა ფორმითაც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ამერიკაში კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების. გერმანიაში ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა თუ ერთმანეთს მიაყენეს შეურაცხყოფა, ამის გამო შეიძლება დაგაჯარიმონ ან ციხეში გაგიშვან. აი მაგალითად, როდესაც Reddit-ზე ვნახულობდი ამ თემაზე გერმანელების პასუხებს, იქ ერთ-ერთ user-ს უწერია, რომ მე ორჯერ დამაჯარიმეს ამ კანონის გამო, იმიტომ რომ ერთხელ ვიღაცას საცობში მივაძახე, რომ დებილი ხარო და მეორეჯერ ვიღაცა თავის დაქირავებულ ტიპისთვის მიუყენებია რაღაც შეურაცხყოფა და იმას უჩივლი. ანუ ნებისმიერ ადამიანს გერმანიაში შეურაცხყოფისთვის ერთმანეთისთვის ჩივილი შეუძლიათ. ესე აღმოჩნდა, რაც არ ვიცოდი. ეხლა მე რა მაინტერესებს ითით, აი თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგადად კანონის არსებობა შეიძლება არ იყოს პრობლემა, თქვა საზოგადოების ან სახელმწიფო მოწყობიდან გამომდინარე, სასამართლო სისტემის არსებობიდან გამომდინარე, მაგრამ აი
კანონი ესე ჩემი აზრით ეს კანონი უაზრობა არის და არც გერმანიაში არ უნდა არსებობდეს, გერმანიაშიც ცუდია. მაგრამ აი ერთი წუთი შევადაროთ რელიგიური გრძნობების კანონის არსება. მაგალითად, გერმანიაშიც არის ესეთი კანონი და ირანშიც. ანუ გერმანიაში თუ ამ კანონის მიხედვით სასამართლოზე დაგიმტკიცდებათ, რომ თქვენ დამნაშავე ხართ, შეიძლება მაქსიმუმ მოგესაჯოთ 3 წელი, მაგრამ ირანში სასამართლოს გარეშე შეიძლება უბრალოდ ჩამოგახჩონ. ხო და შესაბამისად, ორივეგან ცუდია, მაგრამ არჩევანი რომ მქონდეს, ეხლა რომელი პრინციპით გამასამართლონ ვიღაცის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის, აუცილებლად გერმანულ მოდელს და გერმანულ სტანდარტს ავირჩევდი და არა ირანულს. ხო, შესაბამისად, ნებისმიერი ესეთი კანონი სად მოქმედებს და როგორ აღესრულება, აი ეს არის მთავარი. ეხლა მე მაქვს ეგეთი შეკითხვა. თქვათ, გადმოვიდა ეს კანონი ერთმანეთის შეურაცხყოფის შესახებ გერმანული სტანდარტით და დაინერგა საქართველოში. თქვენ სერიოზულად მიგაჩნიათ, რომ მაგალითად დიმიტრი სამხარაძეს და თქვენ ჩვეულებრივ მოქალაქეს ერთნაირად მოგიდგებათ ეს კანონი და სასამართლო, რომელიც აი ამ უსამართლობას ტირაჟირებს, ეხლა რასაც ჩვენ ვხედავთ სინდისის პატიმრების მიმართ, თქვენი აზრით, თქვენ და დიტო სამხარაძეს ერთნაირად გექნებათ განაჩენი? იმასაც იგივენაირად დააჯარიმებენ და თქვენც? ხო და ამაშია პრობლემა. იქ როგორ არის? მარტო რაღაცაზე რო წერია, იმას არ აქვს მნიშვნელობა. იქ უნდა გავითვალისწინოთ კულტურა, მენტალიტეტი, ისტორიული კონტექსტი, სასამართლო როგორ მუშაობს, ზოგადად რა პრინციპი მოქმედებს სამართლებრივ ფილოსოფიაში და ასე შემდეგ. და კიდევ ერთხელ, საფრანგეთში სხვანაირად არის, გერმანიაში სხვანაირად არის და შესაბამისად, აი მაგალითად 27 ქვეყანა ხო არის ევროკავშირში. ჩვენ რომ გვინდა რომ ამ ევროკავშირის წევრი გავხდეთ, აი როგორც დანარჩენ 26 ქვეყანაში არ არის ეს გერმანული კანონი, ისე შეიძლება რომ ჩვენთანაც არ იყოს, იმიტომ რომ ჩვენთვის მათ შორის, ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანისთვისაც მათ შორის თეატრულუკიანის ამბობდა ამას თავის დროზე, მიუღებელია ასეთი რაღაცის გამო ადამიანის ციხეში გაშვება. ამიტომ ტყუილებს, манипуляციებს და აი იდიოტურ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ეხლა იქაც ეგრე არის და ამიტომ ჩვენთანაც ეგრე უნდა იყოს, ნუ აყვებით ხოლმე.